ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო, ახლა სტუდიაში გვინდა მოვიწვიოთ მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი, კარგი ქალაქელი კაცი, ჩვენი მეგობარი გია ნიკოლაძე. ვერსია გამოვიდა. გავიგე ეს გამაკეთებინა ეგრევე. ცეკვა მოგინება. გაუჩებო როგორც ყოველთვის დიდი მადლობა. მოგიულობ შემიძლია. დამზანდი გია გენაცვალე. სავჭდები აქა? კი ბატონო. ვარცხლბე კითხო ყველას ვეუნე ბენეფიციაში. არა იმაზე ვარ რა ქვია უნდა მომისაჯოთ რამე. არა რატო წახვედით სუდზე კაცო. პირიქით. შემოგიულეთ. ჯვარი გვეწეროს. ჩვენ და რა ვარ თუ გინდა ზარბაზანზე მომაბიცლე გამისროლეთ მაინც არ მე თქვენი გულისთვის თავ შევაკლავ. გენაცვალე მიშენ. იცოცხლეთ, იცოცხლეთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ ძმებო, მოწვევისთვის. მოკლედ, თან რაღაცა ეს ხედავ როგორ ჩამოყალიბდა ხა. რო დავაკვირდეთ გიას და მის ძმებს ჰქონდათ ნიკოლ შოუ. და მოვიდა სტუმრად პაატა და ნიკოლ შოუში. არ ყოფილა. თან ძალიან სასიამოვნოა 60 წლის ბიჭი რომ მოვა შენთან. აბა რა. კი ბატონო, ნამდვილად დედოფალის გამო თავს ესე უგზნობ ნამდვილად. შეგენაცვალეს. ესეც გამოიყურები უფრო პატარა. დედოფალის დამსახურება. მე ვიცი რომ იკლებენ. ჩემო გია და შენ იმატებ მე მგონი. რა ვიცი რა. ხო, გენაცვალე, შენ ყველაფერი კარგი ერთად. გადასარევად. შენ იმდენი შაქარი მოაბნიო რომ რაღაცა ეთყობა გამოუშვეს ენერგეტიკა. კი ბატონო. მე ვიკითხო 380 მქონდა დილას. ხოდა გადაყარე, მიწას. უნდა გადავყარო კაცო და ვერ მივაგენი მიმალავენ ოჯახში. სად არის რომ გადავყარო? არა, ეგ მართლა ცირკი იყო რა, მაგაზე მინდა ცოტა ხანი ყურადღება გამომახვილო რა. ესე იგი, ერთი გამოცხადებით მოხდა ეგეთი რაღაცა. აი, გამოგიგზავნით მე იმეებს რა მომწერეს. ესე იგი, საპარერნიმ კრუგამაც დავყარეთ ქართველების ხელით. ერთი გამოცხადებით მოხდა ის, რომ თემ სოფლიოში ქართველებმა დავყარეთ შაქარი. ხო, მე იყო კოვიდი და ისინი მანამდე 2008-დან ვაკეთებ მაგას. 2008-დან 15 ტონა. აი მე მგონი დავაგვიანე. იმიტოა გაძვირებული, რომ ცეცხლის ფასი აქვს. ტონობით შაქარი აქვს დაყრილი. მე მგონი დავაგვიანეთ, აი ვერ ავაგორეთ რა, თორე რო აგვეგორებინა, მე მგონი ეს მესამე ომის საფრთხე არ იქნებოდა რა. ესე იგი ერთი პატარა ის უნდა გავიხსენო მე და გია და კიდე ჩვენი მეგობრები რა და მაჩვი და თუ არჩვაძე ვიყავით საფრანგეთში რა. შაქრის დასაყრება? რა, ისე ვიყავით საფრანგეთში და მივდივართ ეიფელის კოშკიდან ახლა ხო უნდა მიხვიდე საფრანგეთში. კი, რო ჩახვალ? თავისთავად. მაკადრებსაც მოგცე. ტაქსი ჩავშეკით, მივდივარ და გია მოაბრუნეთ მანქანას ასრაბოდ. მეთქი რაღაცა ხდება. შაქარი დამჩავ. შაქარი დამჩავ. მე იქ ჩვენი მეგობარია მოვიკითხოთ აქედან ნიკოლაძე ლალიკო ნიკოლაძე და მოგითხვა ლალიკოს. ასთან ვიყავით სახში. შევედი აქეთ გია უკრავს, გია ნიკოლაძე. შევედი სამზარეულოში ლალი ნიკოლაძე. გამოვედი რაღაც მაიკის გამოსა აქ მისი და მე ვთქარ ყველგან რა ამბავია ნიკოლაძეების გვარის დალოს ხო იყო პარიზში. და მამაჩემს ლარის უძახიან, ვარლამი ქვია ლარის უძახიან და კადრი მაგ მე თუ გამოგადგებათ მოგაწვით. ერთი ლალი ნიკოლაძე, მეორე ლალი ნიკოლაძე. შენ ეგ ისტორია ესე უნდა დამთავრებული იყო. შევედი აქეთ ოთახში უკრავს გია, გამოვედი მისი ახლობელი უკრავს ნიკოლაძე, შევედი იქით ნიკოლაძე, გამოვედი აქეთ ნიკოლაძე, გავხედე მაჩვის გავაღეკარები და გამოვაკეთე. მერე მაგარი რა იყო აქ გია ყვირის ის აგვია მოაბრუნეთ მანქანა შაქარი დამჭა. მაჩვის გავხედე თვალები უწიფდება თურმე კატაზე ქონია ალერგია და რამტაკ შიჯდა კატა. მეთქი სადავარ ეს მოაბრუნეთ მაგარი მაჩვის ეს გამიჩერე თურმე ჩემიდე. საწევიდე ჩვენ რა ვქნათ რიგით მომგვდა ამ დროს. გია ის რომ მოვიდა გახსოვს ნიკოш უკაცავად კი ბრძანი პოლიციელი
რასტომის სანამ ეგ აღარ მოყვეთ ეხლა. ენაზე სანამ არ დავიყარე ესე გვიყურებდა რა. რაღაცა მყრილი ჩალიჩობს რა. ეიფელკა. ეიფელზე აყრის და კოკაინი. ჩვენ და მამაო, მოკითხა მამაო საკითხი. მოკითხა დიდი სიყვარული. იცი ჩვენ რეგალიები ჩამოვთვალეთ, მე ვიცი რომ არაფერი არ გამოვჩა, გულისხმობ მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი, კარგი ქალაქელი რო ხარ და კარგი ბიჭი რო ხარ, ვიცით და თქვენის მაგაცი რო არ იმიტომ. აქ რაღაც აკლია. ინა გითხრა. რა, იმის კონკურენტი რო ხარ. ვიცი. იმის. რა, შენი კონკურენტიც მაკაცობაში ვიქნებით უკვე. არა, კი, მაგრამ ერთი კიდე გამოგჩა რეგალია მართალს ამბობს რა. რა. აბა კონკურენტი გამოვდივარ? რა, რიგი ხარით. რა, ებიჯო მითხარი. შენ რომ აყევინებ შაქას და არ მეუნები, რატო აყრი კაია? აი ცოტა ხანში აღმოჩნდება თურმე რატო უყრიდით შაქარს და აი მე ნახა. ეს პროსტა სიმბოლური არ არის. ეს მართლა რაღაცა შვება. შეგენაცვალე ოქრო. თამადობას გულისხმობ. თამადობას. რომელსაც ძალიან მაგრა ატარებ, რაღაც ვიდეოები ვნახე, მთელი ცერემონია და ძმაო ამ საქმეში შემოდიხარ. კი, მოდი. ხარკს გადავიხდით თქვენთან. გუშინ ვიყავით ამა და ზუსტად ჩემი ძმაკაცის 15 წლის თავი აღნიშნეს ქორწინების და აქედან კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად მიულოცავთ ყობა ტყეშელაშვილს. მიულოცოთ. აქედან 15 წელი. კარგი იქნებოდა დავეპატიჟეთ, მაგრამ რადგან აქედან უნდა მიულოცოთ 16 წლის თავზე იქ. აუცილებლად. აი შეგენაცვალე მუშავებთ იმას ბევრი ცხერის ძალები აქ. ხო და კი მაგარი კაცია. მაგარი კაცია და კონკურენტად არ ვითვლები შენ კონკურენტად თუ ძმა ხარ რა. შენ შენახარ და შენ გასული ხარ და. ხა მე პატარა რაღაცეები პატარა რაღაცეებით იწება. მე თქვა ხელი მოგიმართოს, რასაო, კაცო. იცია, აი რა მაინტერესებს, შენ ხა ამბობდი რომ მახსოვს ხა კოვიდის დროს ეს საშინელება აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. აქტიურად გავაკეთეთ, ბევრი რამე არ ჩერდებოდით. გახსოვს ხო, რა თქმა უნდა რა. ხო გახსოვს. შენი სიმღერაც გადავაკეთეთ, ბიჭებმა ჩავწერეთ. აი მოაგრას და აი ვინდა შაქარიც მაყრინი ძლივს ერთ-ერთ სუპერმარკეტში თმებში დაწინწყული ძლივს გამომატანეს ის რიგები რო იყო გახსოვს და მოვედი და მომთხოვა შვილმა შაქარიო მე უთხარი გია ნიკოლაძეს უთხარი მაგი მამა აი უნდა მაყრევი და არ ვიცი აღარ აგვარ არა სპატაშორის მაგ შაქარმა გამოიღო კიდე აკეთებ ხა მე რაღაც აი ხა ამ ბოლო დროს ხა აღარ გამეკეთებია იმიტომ რომ 4 წელიწადში ერთხელ არის ეგა თან თავი რო არ მოვაბეზრო ხალხს რა და 4 წელიწადში 29 თებერვალს კეთდება რა მაგრამ იყო პერიოდი რომ რაღაცა მოითხოვა თვითონ კიდე რომ აი ხალხმას მითხრა რომ მოდი კიდე დავშაგო და ეს არ უნდა გავჩერდეთ მეგო რა ერთი რაც მოხდა ისა რომ ქართველების ხელით ერთი გამოცხადებით ადრე აი რუსთავი ორზე გამოვაცხადე ზუსტად ერთი გამოცხადებით მოხდა ისე შემთხვევით გავარდა რომ მაქვს ისინი დოკუმენტები ყველაფერი მოწერილები ზაპალერნიმ კრუგამაც დავყარეთ შაქარი იაპონიაშიც დავყარეთ ყველგან თემ სოფლიოში ქართველების ხელით დაიყარა შაქარი ჩვენ დედამიწა დავატკბეთ ქართველებმა მოკლედ ეს შეგვიძლია ვთქვათ რა იგენაცვალე კი მოკლედ ჩემოგია რა მინდოდა კიდე მეთქვა რა შენი სიმღერა, ნუ ყველა პოპულარულია თავისთავად რა, მაგრამ ახლა რახან სეზონი ერთმანეთზე უკეთეს. ხო, ყველა სიმღერა პოპულარული და რაც ახლებს ვეღარ წერ. მაგრამ დედოფალი მეუბნება რომ როგორ ვერ წერ უნდა დაწერო და რა ვიცი, ვეცდები რა, მაგრამ არ მოდის. არ გცალი ეთყობა, მაგრამ უნდა ჩაუჯდე. არ მოდის, არა. მოვა უცილებლად. რა კაია. ვერც მაგის მინუტა, ვერც. ხო და რას ვამბობდი, ერთ-ერთი სიმღერა ბათუმს რომელიც უმღერია, თან სეზონი მოდის ხო და ეს სიმღერა სულ აქტუალურია. კი ბატონო. მაგრამ ახლა განსაკუთრებით ზაფხულზე უფრო იმატებს. იმიტომ რომ ბათუმს შესაბამისად კი ბატონო. მეტი დატვირთვა აქვს. მე სულ მაინტერესებდა, კოიკატო გაქხორმე უფასო რო ჩანდა. კი, მას. არის ალალა. ტაქსიც. კი არის და აქედან დიდი მოკითხვა და თქვენ შემოგეულოთ ჩემი თავი. ხელი გული მე რა მინდა? აი ფეხზე ადგომით ესე. ბათუმელებს აქედან. მე რა მინდა რო გითხრა ჩემო გია რა. ეს საზაფხულო გასაგებია ბათუმს არა. ბაკურიას და ან გუდაურს რატო არ უმღერე? იცი როგორ მინდა რომ უმღერო? რას გეტყვი? თუ იცი მე არ მათსობ. თუ აიღე შენ ეს მუსიკალური ტურიზმი მიხედებოლობდე. სასწრაფო გაიზამდროს რომ ხვალ ბაკურიაზეც იყო სიმღერა გუდაურზეც. კარგი. ბაზეც რა ქვია?
დიდი სიამოვნებით, მაგრამ არ მოდის. არა, ნიკუშ, არ მოდის. არა. მე გეტყვი შენ ჩანთლის ყურია ერთი კაი სოფელი კახეთში. იქნება მაღაზია. კახეთზე მაგ მე და დავით ამღერება. მე მინა კონკრეტულად ჩანთლის ყურე. კი ბატონო, ვეცდები. ახური ქუდი დაიხურე, ჩათნის ყურე. იმით ეს არის ნიჭიერი. ვინო პეშვით ჩაიპყურე, ყურე ჩანთლის. შეგინა და მე მეტყვის ჩამომღნავი, საგერ არ მოდის. აი კახეთი მაინც რა არის, ნახე. მისკენ რო ვისროლო ის არის. ყველა სოფელზე გამოდის სიმღერა. დღნორისაზე, რა მიდი დაწერე ხა დღნორისაზე. დღნორისა? განა სადმე გორისა. დღნორისა. გეუნები არა განა კასპი გორისა, დღნორისა, მოგითხვა კასპს და გორს აქიდან ყველას. მაგარი ხარ, მაგარი, რაზეა საუბარი. ეს კიდე დღნორისაზე რა შეიძლება? აი შეო დაუტოვე. არ შეიძლება მაგითო ვიძახი. ჩვენი თანასწორისა, დღნორისა. ხო, დაიჭერე კაცისა ერთის არა ორისა. ორისა. აგრები ხარ. აი ვერი სორისა. ჩემი. ой მე და. კარგია. გადასარევი. Yes. მოდის. მოდის. სადაც არ უნდა 47-ის ვარ ეხლა მე. 47 წლის მანძილზე ყველა ქორწილი, ყველა ნათლობა, დაბადების დღე, სამხიარულო სუფრა მოკლედ. ოქროს ქორწილი, ვერცხლის ქორწილი, ბრილიანტი, ქაღალდი. ყველგანა შენი სიმღერა. ყველა მღერის და ძალიან მიხარია. მაგრამ ეს სიმღერა არ იქნება დღესასმინა შემოგთავაზოთ. მართლა? კი. ეს სიმღერა როგორია, ცი ადრე გავაკეთე, მაგრამ მე მივხვდი რომ ქორწილს ესადაგება. აი ეს რაღაცას გეუნები დაგვაქვს. შენი კონკურენტი გავიჩით. რატო ქორწილს აი ეს სიმღერა მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე იმის პატასკვის არ იყოს არ არსებობს ალბათ ქორწილი და უბერავს ყველგანანი. ყველა თაობა რო უბერავს კი არა და ყველა თაობა რო უყარს. გია ბერჯერ გითხრე შეგმან ბიჭებოზე რომ გამომიყვანეთ იმაკასო რა მაგარია. მაგარია. ესეც მაგარი გია ისა ბერჯერ შეგეკითხებოდნენ მაგრამ აი რატო აი სად დაწერე ეს უბერა? არ ვიცი თავისით მოვიდა. ეგ როგორ იყო ისი რაღაც სერიალი უნდა გაგვეკეთებინა და იმ სერიალში ხდებოდა რომ ეს თოჯინები პლასტელინის თოჯინების სერიალი იყო. აგროვებდნენ როგორც ვილიკალეპნეს იმერკაში რო აგროვებენ, ხო ისი გუნდს. ესე აგროვებდნენ და ერთი მივიდო და მეორესთან თქვა პანჩო მივიდო და ვინმესთან. და ეთყოდა რომ მივდივარ, უნდა დავამარცხოთ ვინმე ძია კორუფცია, ერთი აშარი კაცია. მან სოხუმში ამოძირკვა მანდარინის პლანტაცია. ეგეთი ტიპია და ამ კორუფციას დასამარცხებლად მიდიან. და აბაშე როგორ უბერავ, კითხავდა ვინმეს. მე და თავის სტილს შეუბერავ და ხომ სიტყვა იქნებოდა ესა, ესე უბერავ, აი ასე უბერავ, აი ასე უბერავ. ეს უნდა ყოფილიყო რა და მე ეს არ შედგა ეს სერიალი. და შემრჩა ეს რომ ასე უბერავ, ისე რომ რა გავქნა მეთქი. ეს არის რა ქვია. და გავაკეთე სიმღერა რა. გაკლიპული ანუ კადრებით ისეთი ქართული სამით და რაღაცებს არ სამითვე მეცხრე არხი მომეხმარა, მაგაში თორემ მე ვერ გავაკეთებდი, რომ შევედი ესე ბიბლიოთეკა დავხდა კასეტების, ძველი იმეების რა. ფილმებიდან და ამოკრიფე და ავაკოციცეთ. ესე ვთქვათ, მე და ლეჟავა მაგარი კაცი. რავი, ჰიმნია მე მგონი ნიკუშ არა, რავი. არა, უბერავს თავის დროზე მაგარი იყო. ეხლა არ ვიცი როგორ არის, მაგრამ თავის დროზე მართლა ყველგან ყველა სამხიარულო სუფრა არ არსებობს რომ არ გაიჟა. რას მელაპარაკები? მე რო გეუბნები, სიხარული რა უნდა იყოს. ორი კაცი აგე რო გეუბნები, საათმა შეიძლება მოგატყუო ჩვენ არ მოგატყუოთ, რო რას მელაპარაკები. კი ძმაო. მე საერთოდ ვიძახდი რომ აი ბოლი გამოუშვი უკვე რა. ვიღარის რომ პეჩი ვარ და უბერავ ხო? სამხიარულო სუფრების მიმართულებით ყველა ფერმა გაამართლა და ისეთი სხვა არ გექნებოდა რამე საპანაშვიდოზე რო გეფიქრე. საპანაშვიდო არა, მაგრამ აი მე როცა ხო არის ესეთი სიმღერები. მე როცა გარდავიცვლები, დედამიწა ჩამირთეთ, აი გიბარებთ. ჯვარი გეწეროს კაცო, ებში აქ რა როცა გარდავიცვლები.
ჯვარი გეწერეს, მაგრამ სხვა ხო არის სიმღერები. სად მიხვალ, ხო იწერებოდა. არის გასულა, მაგრამ ერთი პერიოდი არ ყვავილებში გაფურჩულ ხანძალა დაგიფენებიან. ატაცებული რო იყო ბიჭო და კი. ყველგან რო ეკისმოდა რა ადნაჟდევ ამერიკე რა. ნუ არის ხომ ეგეთი პერიოდები როცა აიტაცებენ რაღაც სიმღერას. უშენო თაყავდა ტყემალი მე-40 დღეა. კი ბატონო. და. ეს უკვე ტექსტებია. მოკლედ, დასვღერით დღეს. დავზღერი ჩემო კარგებოდა აი ეს მოდის მატარებელი ინდიგო რასაზე იყო რა ინდიგო ხო ესე ახალ თაობა ხო და დავტოვე შიგნ მონაკვეთი რაღაც მაგრამ მიუსადაგე ამას და საერთოდ კლიპი მინდა ამაზე გავაკეთო რა ხო და აი როგორ ამეცი ქორწილში ხდება ჯერ პატარძლის ჯერ ნეფეს მხარე შემოდის ბიჭები ვაშკაცები ესე მატარებელივით დაწყობილი მე გოგოს ხარ ჯერ სიზეს ახასიათებ მე გოგოს ხარე გოგოს ახასიათებ დედოფალს მე ერთიანდება და მთელი სუფრა ესე დადის გარშემო და ეს მატარებელი მოდის და ბოლოში ერთად და არიქა და ხა ბოში ხარ გააჩენენ მაგრამ ნუ კარგი ოკეი ყველანაირად მაქამდე რომ მიიყვანო ხელს უწყო კი ბატონო საინტერესო იქნება ესე მინდა რამოდენიმე ქორწილში ვცადე და მაგრა გამოვიდა ძალიან რა ძალიან აი ლამაზი საყურებელია და ატაცებადია რა ესეთია რა კი ბატონო მაშინ ატენს გიხდი ატენს გიხდი ხوار ცადოთ კი ბატონო დიდი სიამოვნებით კარგი ჩემი თხოვნა იქნება რომ ამყვეთ შევეცდები բայց რაღაცა მინდოდა შუტკა მომეყოლა კიდე მე მინდა რომ ისა ვაჟის მხრიდან ვიყო რო გამოვა მატარებელი კარგი კაი მოიცა ქალის მხრიდან მაშინ მინდა ქალბატონს თხოვოთ კაი ამას იმას ვიზამ რა გინდოდა მოგეყოლა რა მინდოდა მომეყოლა ჩემო კარგო და ჩემი მეუღლის ფატუნას ტელეფონს ვერ პოულობ და ვეუბნები რომ მოიცა გადმოგირეკავ მეთქი რა და ურეკავ და რო ღამეა 1-3 საათია და რო გაიწყო ზარმარეკვა და ვინ გირეკავს ამ შუა ღამისას მეთქი ელეფიუსტი რო მეურეკავ და გაჭედე ხო რე ვინ გავქოჩენ პირიქით მოვყევი ხო კარგია բայց ეს კიდე მოვყვები ესე იგი ისრაელში ვართ და აწყდა ეს ბომბები მაგ დროს დაემთხვა კაცო ჩავედი იქა მოვილოცეთ 1-3 დღე დავყარეთ შაქარი თაფლი ჩავყარე ყველგან იქ ადგილებში და ველოდები ეხა რომ აი რა ის იქნება რა ქვია რეაქცია და მესამე დღეს დილით მაღვიძებს სირენა ბიჭო აუ გაუგიჟდი კინაო გადავერი ფატონიკოს ვეუბნები ფატონა უკვე ბომბების ყდება უკვე ხმა გავიგე რომ აფეთქდა ბომბა წამოდი და თმებს ივარცხნით. მოიცა დამასადე გავიშრობოლობდე და მერე წამოვა. ეს კი დედოფალიც მემყოლია, ეს კი ბომბების არეშინია. ხო და გამოვდივართ ეხა გარეთ და როგორ არის, რომ ხალათი მაცვია, სანამ გარეთ გამოვალ. ხალათი მაცვია ეს თეთრი და გადავდექი იმაზე რა, ფანჯარაზე. ბიჭო, ხედავ ეს ხალხი გამოიხედება, აქეთ ესე პირჯვარს იწერს. აქ ვიღაცა გაჩერდა პირჯვარს იწერს. გავიხედე უკან არავინ არა. გავიხედე უკან. დავაღე ფანჯარა, რა ხდება? მე აუ, გია შენახა. მეორე თოსა. აუ, ჯაგერია. ეგეთი ამბებიც მოხდარა. შაგეთვა. ეხლა შემოგთავაზეთ სიმღერას და თქვენი იმედი მაქვს რომ ამყვებით. შევეცდები. კი ბატონო.